ეთნოფორის შემოქმედებით ჯგუფს ფოთში ბორის პაპასკუას სახლ-მუზეუმი მასპინძლობს, სადაც გაგაცნობთ ფოთში არსებულ ქალთა ტრიო ფაზის. ტრიო თავისი არსებობის რამდენიმე ათწლეულს ითვლის და დღეს მას ხელმძღვანელობს ქალბატონი ნალიტა ამირანაშვილი. ტრიოს რეპერტუარში ძირითადად მეგრული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები გახლავთ, თუმცა დღეს მეტწილად შეასრულებენ საავტორო სიმღერებს. ფოთი, ქალთა ტრიო ფაზისი.
Hindustani Europası şansı Igualas vive volentu Mukini navara Na 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 oh Mukini navara Na 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 oh Mukini navara Santore glavorodo Staviro havenuvaru Mortido coizire Chiridutu bugaru Na 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 oh Chiridutu bugaru Na 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 oh Chiridutu bugaru Mortio chkini vardi Sivadini maimgardi Mortio bulvatiro Vai shurichi mardi Na 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 oh Vai shurichi mardi Na 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 oh Vai shurichi mardi Hindustani Europası Şansı divarana Igualas gibi blanco Mukini navara Na 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 oh Mukini navara Na 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 oh Mukini navara Na 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 გამარჯობა ქალბატონნი და მადლობა მასპინძლობისთვის. გაგვაცანით ანსამბლი. ვინ არიან ეს გოგონები და რამდენი წელი რაც ერთად ხართ შემღერებულები? ჩვენი ქალთა ტრიო ჩამოყალიბდა 85 წელს. ბატონი ირადი დიკარძის ხელმძღვანელობით. მაგრამ სულ სხვა შემადგენლობით რომ მესამე ხმას გვაძლევდა ლამზი და კუპრეიშვილი. 30 წელი შემღერებულად ვიყავით, საზოგადოებრივ ვიყავით, ბევრი ქვეყნები მოვიარეთ ჩვენი ფოლკლორული ანსამბლით. და შემდეგ 10 წელია რომ ქალბატონი ფერიდე კალანდია მღერის ჩვენთან. საუკეთესო წლები გავიარეთ, აი რასაც ქვია და ბევრი ისეთი კარგი მოგონებები, რომ ერთ-ერთი იყო ჩემთან უხერხული ისა რომ მე მეგობრული არ ვიცოდი. და ჩემი მეგრელი მეგობრები მithარგმნიდნენ ჯერ ტექსტს მასწავლიდნენ, შინაარს მასწავლიდნენ და შემდეგ სწავლობდი მე და მე მუშაობდი ფაქტურად უმეტესად ჩონგურზე. და ასე გავლიეთ რამოდენიმე წელი. ბატონი დევისი ამბალია მუშაობდა ჩვენთან და აი რეპერტუარის არჩევა ძალიან ძნელი იყო ახლა რომ ან თვითონ უნდა რაღაც უნდა ყოფილიყავი ისეთი რომ თვითონ შეგექნა ახალი სიმღერა, ხალხური უნდა მოგეძებნა რაღაცა და ყველა ცდილობდა რომ ჩვენთვის ახალი სიმღერები მოეძებნათ და ერთ დღეს დევისი მოვიდა სამსახურში და გვეუბნება რომ რადიოში მოვისმინე ბატონ ომარ ხუხუას სიმღერა ანდერძი. მოგვასმინინე მეთქი მაგრამ ისე კარგად უკრავს, ისეთი ჟღერადობით, ისეთი ჩონგურით, ისეთი რაღაცა და მოგვასმინიე მეუთხარი და აი ვეცდებით რომ არ დაუკარგოთ მისი თავარი. ბატონი ომარი გახლავთ ტრიფონ ხუხუას ძმა. დიახ, ბატონი ომარი ხუხუა მარტვილიდან. და მოიტანა ეს ფირი ბაბინაზე გადაუწერია ეს რადიოდან ბაბინაზე და შემდეგ თვითონ დევისი ამბალია კარგად იცის ეს მეგრული კუთხური მეგრული რო აი მარტვილის მეგრული თურმე სხვანაირი მეტყველება თუ რაღაც მე არ მესმის მეგრულის ასეთი ისა განსხვავება და ძლივს ამოვწერეთ ეს სიტყვები რომ აი სწორად და ვეცადეთ რაც შეიძლება მეტად და ბოლო მე ვიმუშავე ჩონგურზე რომ ის იშტვიხები რაღაც ისე ცდილობდი და სათუთად რომ რაღაცა არ წამეშველა ეს მთავარი. და ამ სიმღერით წავდექით ოპერისა და ბალეტის თეატრში ტარდებოდა ესეთი მეგრულის ფოლკლორის საღამო და შევასრულეთ იქ და ეს კონცერტი პირველ არხზე გავიდა ეს რომელი წლებია? იმიტომ ბაბინებს რომ 90-იან წლებში დიახ. და პირველი არხით გავიდა და თვით ბატონ ომარს უყურებია ეს გადაცემა და მისი სიმღერა რომ მოისმინა გაუკვირდა თუ საიდან როგორ არავინ არ მოსულა რომ სპეციალურად აი ეს სიმღერა მომეწონა და მასწავლეთ
და შემდეგ შემოგვიყვება ხო ამ კომუნიკაცია რომ არა ასე სწრაფად გაგიგო დიახ და შემდეგ რომ გაიგო რომ ფოთიდან ვიყავით ჩვენი კულტურის განყოფილების გამგე იყო სოსო გვაძაბია და პირადად მას მოსწერა ეს წერილი რომ აი ახტოვანებული იყო ჩვენ მისი სიმღერა გავაკეთეთ ცოტა იქ რაღაც შევცვალეთ და შემდეგ წერილში ეწერა რომ არა მოუხდაო ის ჩემ სიმღერასო ტრიომ კარგად მოირგო მის ხმებზეო ზუსტი ტექსტიც დაწერა ახლა რომელიც ჩვენ ზუსტად ვერ გავიკეთით სიტყვები ზუსტი ტექსტი და მადლობა რომ ჩვენ ესეთ სიყვარულით მოვეყარეთ მის ასეთ შემოქმედებას და გავაკეთეთ და აი თუ არ კარგი იყო რომ შეცვალეთ მაგრამ თუ არ შეცვლიდით და ჩვენ დაუბრუნეთ პირველად ის სახე ეს წერილი გვაქვს ხო ალბათ კი თან გვაქვს ეს წერილი არის რა ვიცი ძალიან ძვირფასი მისი ხელნაწერი დღესდღეობით ღმერთმა ნათელში ამყობს მისი სული და აი ხშირად გამომაქვს ხოლმე ეს წერილი რომ ხშირად რომ ის ტექსტი პირველი რაც ვისწავლე მაინც ვერ შევცვალე ტექსტი და აი ის მისამღერი დავაბრუნე მის ადგილზე Bakşaliya şamolira Vardis mi gvarulu azura Oh na 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 iya Vardis mi gvarulu azura Vista učkuate babi Skapirire kivalasu Kopireri vardiro Zahurido ianasuda Oh na 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 ia Zahurido ianasuda Tekirida stavidagis Sasolida uruasu Kisit kumordi abamina tulu asura oh na 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 ia abamina tulu asura ekimura smotsa duki moshurvad vedrianasu Sitiki jegol wakiro mulakvad gebriana suna Oh na 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 ia mulakvad gebriana suna Oh na 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 ia mulakvad gebriana ავტონალი და მიზეზი რა იყო თქვენი შეკრების, ახლა თქვენ ბრძანეთ რომ მეგრული არ გესმოდათ. მაგრამ თავიდანვე რა თქმა უნდა დავიწყეთ მეგრული სიმღერების შესწავლა. პირდაპირ მეგრული შეკრების მიზეზი რა იყო? შეკრების მიზეზი ხა იყო რომ იროდი, ბატონი იროდი კარაძე იყო ჩემი და ჟანას მასწავლებელი მუსიკალურ სასწავლებელში. და მე გავდიოდი იქ ხალხურ კლასს და სადაც მასწავლა ჩონგური. შემდეგ მოხდა ასეთი რომ ჩვენ თოჯინების თეატრშიც ვთამაშობთ, მსახიობი ვიყავთ თოჯინების თეატრი და ბატონმა იროდი მიგვიწვია თოჯინებში. და პარალელურად ახლა ჩვენ ქალაქ ფოთში იყო ბაკურ გულუა, მდივანი, პირველი მდივანი და აი მისი თხოვნით, რომ ბატონი იროდის თხოვა, რომ აი მინდა რომ ქალაქ ფოთში მყავდეს მე ქალთა ტრიო მეგრული სიმღერების შემსრულებელი. ეს არის პირველი ქალთა ტრიო. კი, ფოთში კი. და შემდეგ ახლა მე მეგრული არ ვიცოდი, ახლა ჩოგურზეც ორი აკორდით თქვათ, ახლა ორი სიმღერის ისა და თავიდან გავაკეთეთ, ჩვენი მეგობრები არიან კოლხური ტრიოს გოგონები, ქალბატონი დარეჯანი, საწყო დონარა, ძალიან ძირფასი ადამიანი, ქალბატონი ბელა და მივმართეთ მათ, რომ აი ჩვენ რეპერტუარი გვეჭირდა ყოველთვის და მათი რეპერტუარით დავიწყეთ ფაქტიურად მუშაობა. და იმათაც უხაროდათ,
რომ იყვნენ თვითონ და მე გავჩდით ჩვენც და დღესაც მეგობრობთ ჩვენ და სულ გვეხოცება ბელა რომ ჩამოდით გოგონებო რომ კიდევ ახალი სიმღერა რაღაც კიდევ ახალი და ერთ-ერთი ახალი სიმღერა დღეს შევასრულეთ კი ერთ-ერთი ახალი რო გითხრათ რომელი სიმღერაა ეს და ეს არის ქალბატონი ბელას თუ სწორად ვიცი ბელა კამადაძის სიმღერა არის სამარგალი გვალეშხარი და აი ეს ბატონი ომარის სიმღერა იყო რა იყო ამას ანდერძი იყო ბატონ ომარის სიმღერა რეპერტუარზე რო გითხრათ ეხლა თქვენ მეტწილად დღეს რაც შევასრულეთ არის საავტორო სიმღერები დიახ საავტორო სიმღერებია კიდევ ერთი სიმღერა საავტორო სიმღერა გალის რაიონიდან იყო ერთი ბატონი ძანძავა რომელიც უკვე გარდაცვლილია და როდესაც ჩამოვიდა ფოთში აქ დაიწყო ფოთში მოღვაწეობა და რომ გაიგო რომ ჩვენ ვიყავით ქალთა ტრიო ჩვენ მხოლოდ მეგრულ სიმღერებს ვღერივართ მეგრულ სიმღერები და მოინდომა ჩვენთან შეხვედრა და ჩვენი ხმები რომ გაიგო აი შერწყმა ხმები რაღაცა ესეთი აზრი წარმოსთქვა რომ აი მე თქვენზე უნდა დავწერო სიმღერა და ცოტა ხანში მოგვიტანა ჩვენზე დაწერა სიმღერა რომ ჩვენ ვიყავით ქალბატონები რომლებიც მღერივართ და მთებს ესმის ჩვენი ვალობა და რომ ჩვენ ამით ჩვენი ხმებით ვატყობთ საქართველოს და სამეგრელოს ასეთი შინაარსია იმ ლექსში ჩადებული Cinabira oropardo, xamatire altoesha. Da urchular margaluri, que viaje shosgoresha. Oi na na, skali
შეგვასწავლა ჩონგური როგორც ამ. კი ბატონი იროდი შეგვასწავლა ჩონგური და აი მე რო სტუდენტობაში რომელ ჩონგურზეც მასწავლა დაკვრა, ის იყო ბატონ იროდის და მისი მეუღლის სტუდენტობის ჩონგურები, ორი ჩონგური. და ამაც რო დავიწყეთ მუშაობა, ეს ჩონგურები დაგვიტოვა ჩვენ რომ ჩვენ ისევ გავეგრძელებინა ამ ჩონგურებისთვის მომავალი გზა, თუ გადმოგვილოცა ერთი სიტყვით. ბატონო, ხალხურ ინსტრუმენტებზე თუ უკრავთ? მიყვარს ფანდურის და ფანდურზე. ისიც ჩემით რაღაც რომ მომინდა და რაღაც მელოდიები რომ ავაწყო ჩემით. მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არ მუშაობდი ჩემს თავზე ფერს, რაღაც დრო იყო ალბათ ისეთი, რომ ოჯახი ცალკე. ესე და მაინც ესე დავედით იმაზე, რომ მეტესად ჩონგურზე აკეთებდით ამას, რაც ოჯახი ახსენეთ თქვენ და გოგონებს თუ აქვს საოჯახო ტრადიცია და თქვენ თან თუ იყო თუ ისმოდა სიმღერა ოჯახში? ჩემი მღერის ანსამბლ ფაზისში. ანსამბლი ფაზისი ჩვენ 50 წლის იუბილე გადავიხადეთ ხალხა 50 წელი შეუსრულდა ანსამბლ ფაზისს. მაგრამ ტრიო ცოტა ნაკლები პერიოდით მივედით ანსამბლ ფაზისში და მომღერალი ერთ-ერთი ბანის შემსრულებელი. შემდეგ გოგონები ორივე მღერიან, მაგრამ ერთმა შემდეგ ცეკვა გააგრძელა და მეორე დღესაც მღერის. ფოლკლორულ სიმღერებსაც მღერის ჩემთან ერთად. შვილიშვილიც მღერის ჩემი, მისი გოგო. და საესტრადო სიმღერებსაც მღერის, უფრო ქალაქურ სიმღერებს მღერის, ძალიან უყვარს. და შემდეგ შარშან წენობ, რომ მოვინდომეთ ასე, რომ ალილოს შესრულება, რომ ალილო რომ მოდიოდა, შობა რომ მოდიოდა, მოდიო რაღაც ეს აინტერესებდა შვილიშვილს, რომ რა ხდებოდა ალილოზე. და მე შეუსრულე მათ ეს თხოვნა და ვასწავლე ეს უბრალოდ ალილო, მეგრულად. და მე ჩავიცი ჩემი მეუღლის შევიმოსეთ ამის წმინდ რომ კაცი ვიყავი ვითომ ბანს მე ვამოვდი და ვიწყებდი კაცურა ჭიშკართა ჰეი მენძელი კარი განჯი ახალი წარნაშ მუგახვამან და ჩერდებოდი და რო გაიგებდნენ ხო გამოდიოდი და მე ვიწყებდი კერიალისას და ეს ბავშვები ჩემთან ერთად ახლა პირველ ხმას
მეორე ხმას შვილი ამბობდა, პირველ ხმას გოგო ამბობდა და ვეგონეთ მამა, ცოლ-ქმარი და შვილები. შვილები აქ და მე ცოტა ხუმრობდით რომ მამი აქეთ წამოდი შვილი ახლა ბიჭო მამი აქეთ წამოდი და გვეცინებოდა ზოგადად. ბევრ ახლობელთან მივედით და სურპრიზი იყო ის რომ ბოლომდე ვერ გვიცნე და მე გავყიდე ჩემი თავი იმდენად ვერ მოვითმინე რომ ვერ მიცნე. მე გავყიდე ჩემი თავი რომ ძალიან მოლოდნენ მას. მშობლებით უმღეროდნენ. არა. აი ჩემს ძაღლში ჩემიდან დაიწყო ეს, იმიტომ რომ მე აღმომაჩნდა ეს სიმღერის ნიჭი უმეტესად და მე გავყიდე მე და ჩემი მეუღლე ერთად მოვხვდით ანსამბლში და იქიდან შეიქმნა ჩვენი ოჯახი. ქალბატონებთან რა მდგომარეობა იყო? ამას რატო გეკითხებით, იცი რომ ხშირად არის რომ თუ საოჯახო ტრადიცია აქვთ, აი მათ მოაქვთ სიმღერები, ან მათთან მუშაობა გაადვილებულია, იმიტომ რომ ჰანგი აქვთ ყურში და აი გოგონებთან რა ხდება? ახლა მე ვიცი რომ ჟანას დედა და მამა ოჯახში მღეროდნენ და ბაბუას უყვარდა კრიმანჭულის თქმა. ეს ვიცი. დაცმღერის მისი დღეს მგალობელია კიდევ. მის ჟანას და ფერიდეს უფრო ტრადიციული ოჯახი აქვს რამდენადაც ესე იგი მამა მისი ხუბის ვაშთა ანსამბლის ხელმძღვანელი ლოტბარი იყო კალანდია სახელი არ გეტყვით სახელს არ მახსოვს და ფერიდესგან ვიცი რომ აი რა დროც არ უნდა ყოფილიყო გვიან ღამის სტუმრები მოსულიყვნენ ხო ფერიდეს დააყენებდა რომ აი ვიმღეროთ მამა და ამ სტუმრებთან ერთად ფერიდე პატარობიდან შეეჩვია იმ მეგრულ სიმღერებს და ალბათ ფულსაც აძლევდნენ ხო ნუ ეს ახლა ბავშვებთან როგორც შეიძლება სტუმრები ახალი ზედმენ ბავშვებს და ვიცი რომ ესე ტრადიცია მოდის ფერიდეს ოჯახიდან და ისეთ შემთხვევა ხო არ გვაქვს რომ ალბათ ფერიდეს მოეტანოს საერთოდ მამის სიმღერა და გაგეკეთებინეთ არა ახლა სხვადასხვა აინტერესებს ფერიდეს რომ აი მამამისი რომ სიმღერას მღეროდა ანსამბლთან ეს ყოფილა ოქროს ფონდში და მოძიება უნდა რომ ეს არ დამეკარგოსო და ეცდილობს რომ მოიძიოს ესენი ყველაფერი იმიტომ რომ რაც გადაცვლია ხა მამამისის მეგობრებიც ის ვინც იყვნენ ისინიც არ არიან რომ მათთან მივიდეს და მოიძიოს ეს მასალა და ცდილობს რომ მოიპოვოს ეს მასალა კავდონალდა საომავლო გეგმებზე რო გითხრათ რა გვაქვს უახლოესი გეგმები ვიმღერებთ და ახალ სიმღერებს გავიგებთ ღმერთმა დიდხანს ბედნიერი და ჯანმრთელი გვიმყოფოს დარეჯანი ბელა ეკა რომ აი ისინი რომ ახალ სიმღერას გააკეთებენ ესე იგი ჩვენ გავაკეთებთ ამით საზრდოობთ იმიტომ რომ არ მაქვს მეც ახლა ის ნიჭი რომ რაღაც ზოგადად კი ჟანას აქვს ხოთა შორის ჟანამ გააკეთა ერთი აკაპელა ჯემალ ჩახალას ლექსზე და ქართულ მეგრული ის არის იმ ლექსში ესეთი და ხშირად ვასრულებთ ამ სიმღერას და სხვადასხვა ძალიან ღებულობდნენ ახლა მითხოვეთ ეს ჩახავა ჩვენი პოეტი ფოთელია და ყველა მიცოდა მისი ეს ლექსი და უინანანანაია დიდა უინანინა ამ ხალგებმა სატყოსათის ვარდი იმატანინა ცხენის წყალოჩხოუში ავანაკლის ნაპირო უთქონებით როგორ გაზლო თქვანი გული ვაფირო მეგრული დასასრული ქონდა ამ ლექსზე კავდონალდა აფხაზური სიმღერები ხო არ გვაქვს ან ლაზური არა ლაზური სიმღერა ახლა სუფთა ლაზური სიმღერა მღერივართ მაგრამ უფრო გარემიქსებული ჩონგურზე არ და ინსტრუმენტი უფრო გარემიქსებული ლაზი გოგოს სიმღერას მღერივართ ჩანაწერზე აფხაზური ძალიან მომწონს აფხაზური სიმღერა მაგრამ აი არ გვესმის აფხაზური ვერ მივდივართ რომ მოვიპოვოთ დროს მოითხოვს და ეს დრო ცოტა ოჯახს მართლმე დროს ოჯახს მოდის ასე და აი აქ გარშემო ხო არ გვყავს ისეთი ვინმე ვისთანაც შეიძლება მისვლა და სწავლა ახალგაზრდები არიან სხვათა შორის ახლა ჩვენთან უფრო ხანში შესულებს გულისხმობ მაგრამ მე მივესალმები იმას რომ ის ახალგაზრდები თვითონ დადიან უკვე და ეძიებენ ამ ძველ სიმღერებს სხვათა შორის და მომავალ თაობას იმას ასწავლიან მომავალ-თაობას ასწავლია და ძალიან მიხარია მათ რომ უყურებ და არ უშლი ხელს არ ვეჭრები რომ იმათმა უნდა გააგრძელონ ჩვენი და მე ვცდილობ რომ აი სამი გოგო ამიყვანო ისეთი რომ თუნდაც ეს ახლა თვითონაც ისწავლიან მაგრამ ჩემგან რო ისწავლონ აი ჩვენ რაც ვიცით და უშოთ და სხვა ანსამბლიც და სხვისგან არ გაუგია ჩვენ მასწავლით და ესე მინდა რომ შეცვალონ მომავალმა შეცვალოს ნელ-ნელა
Galushka shena